ინტერნეტში გავრცელებული ეს კადრები ამ დღეებში გურამიშვილის მეტროსადგურშია გადაღებული. მეტროს შესასვლელში წყალი ჩამოდის და ჭერიდან ნაშალი მასალის ფრაგმენტები ცვივა. მეტროს შესასვლელის ამსახველი ეს ვიდეო კი დღეს არის გადაღებული და ერთ-ერთმა მგზავრმა გაგვიზიარა. გურამიშვილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა ჩვენ მეტროსადგურიდან მომავალ სხვა მგზავრებსაც დაუსვით. წყალი ჩამოდის, ძალიან ნერვიულობ ამაზე პირადად მე მაგალითად. კარგი იქნება ცოტა ფხიზლად ვიყოთ კი. ავარიული მდგომარეობაა და რა თქმა უნდა ხდება. რაც არის ეს არის. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. გურამიშვილის მეტროს სერიოზული რესტავრაცია არ ჩატარებია. მე რაც 34 წლის ვარ და 90-იანებიდან მოყოლებული ფაქტობრივად ესეა. რო ჩახვიდეთ ესკალატორზე ქვემოთ ნახავთ ბაქანზე რა მდგომარეობაა, ჯერ კიდევ ბადი აკრული, რავი ალბათ 1-3-4 წელია მინიმუმ და 2 წელზე მეტხანს მოუნდნენ, თქვათ სიტყვაზე ელექტროდეპოს ეხლა ნელი გოციერიძეს გარემონტებას. იქაც როგორც ვიცი ავარიული მდგომარეობა ხიდზე რო გადადის მატარებელი და არ ვიცი, მარკეტილში ხო საერთოდ კატასტროფა ხდება. არ ვიცი რა ახლა კიდე რაღაც უბედურება მოხდა ვაგზალზე. ადრე ხო იყო დაკეტილი, 1-3 თვე იყო დაკეტილი. ააგროს ეს ბადები, მაგრამ არ გაკეთებია და მე გახსნეს ისევ და. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მეტროსადგურის შიგნით ჭერზე მართლაც ბადეებია აკრული. მეორე ამოსასვლელი კი ამ დროისთვის დაკეტილია და ასე გამოიყურება. რამ გამოიწვია მეტროსადგურის დაზიანება და რა გეგმები არსებობს მის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით? ამ კითხვებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართეთ, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს. გურამიშვილის სადგურის შესასვლელის დაზიანება გამოიწვია GVP-ს დაზიანებულმა მილმა, რომელიც მდებარეობდა სადგურ გურამიშვილის თავზე და რამაც გამოიწვია წყლის გაჟონვა სადგურის შესასვლელში. ამ ეტაპზე კომპანია GVP-მ უკვე ნახევარ მონაკვეთზე გამოცვალა მილი, რის შემდეგაც შეწყდა წყლის ჟონვა. შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახური უახლოეს დღეებში გალესავს და შეღებავს წყლის ჟონვით გამოწვეულ დაზიანებებს ჭერზე და კედლებზე. უწყების ცნობით მეტროსადგური გურამიშვილი იმ სადგურებს შორისაა, რომელთა რეაბილიტაციაც ახლო მომავალში იგეგმება. კიდევ ერთი მეტროსადგურის ვარკეთილის მდგომარეობის შესახებ ევრონიუს ჯორჯიამ რეპორტაჟი დაახლოებით 1 თვის წინ მოამზადა. 12 ივლისიდან ეს სადგური სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით 45 დღით დაიკეტა. გაიწმინდება და დამუშავდება ჭერის კოროზირებული, დაზიანებული ზედაპირები, მოხდება თაღის მიღმა არსებული სიცარიელების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება, დაჭირხნა. ასევე თაღის ტემპერატურული ღარების, ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდება დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრ დეტალებს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ მეტროსადგური ვარკეთილი გაიხსნება მგზავრებისთვის, თუმცა შიდა მოსაპრაკეთებელი სამუშაოები კვლავ გაგრძელდება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან მიღებულ წერილში. ამავე უწყების ცნობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით პირველ ეტაპზე 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი უნდა მომზადდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას კი 5 წელი დასჭირდება.